დიდემ, ბოლოს და ბოლოს შენც მიიღე გადაწყვეტილება. მათ შორის არაფერია თუ ბავშვის გაჩენას აპირებენ. როცა ხალილი ბრაჰიმზე ვსაუბრობთ, შვილების გაჩენა მაშინაც შეუძლია, როცა არაფერი ხდება. ჩემთანაც ასე იყო. მე ხომ არ ვუყვარ ვარ. ამ საკითხში ვერაფერზე გავაკრიტიკებთ. ესმაზე რაღა ვთქვა. რაც გინდა. ეს ყველაზე დიდი ხვალანზე შვილები ეყოლებათ და ჩვენი ძმისშვილების დედა გახდება. როგორ არა? ყავდეთ ოსმან, ყავდეთ. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობის. კარგად. ზეინებმა ბავშვის ამბავი რომ გაიგოს, მდგომარეობა დამძიმდება. სემა, თავარია ჩვენგან არ გაიგოს. ღმერთმა დაგვიფაროს. ოღუს, მიდი. რა იყო საყვარელო? შენთან კითხვები მაქვს. პასუხისთვის კი დრო დამჭირდება. აბა, ღამემშვიდობის. ღამემშვიდობის. ღამემშვიდობის თურმე როგორ დავყლილ ვარ. მეც დავწვევი ღამემშვიდობის თურან. ღამემშვიდობის. ღამემშვიდობის. დავამატებ. შეშეს რატომ ამატებ? ჩვენც ხომ ვწვევით? ცოტა ხანს მარტოები ვისხდეთ. არა, ქალბატონო? თურან, აქ რას აკეთებ? სემა აქ არავინაა. მარტოები ვართ. არ შეიძლება რომანტიკა გავაჩაღოთ. არა, არ მიყვარს ასეთი რამეები, ხომ იცი? ცეცხლს მაინც ვუყუროთ, სემა. წამოდი დავწვეთ. ცეცხლს მაინც ვუყუროთ. ცეცხლს აქედან შეხედავ. წამოდი. ძმაო, სიმითი მოამზადე. ყველი, რა ხდება? როგორ თუ რა? ჰალსტუხი მოგვეშვა, ჯიბეც არიელია, ქამრი შემოჭერა გვიწევს. ანუ ქამრი შემოჭერის საუზმეა, ძმაო? გემრიელად მიირთვით, გემრიელად. ეს გავუშვათ. ეკონომია თუ გადავწყვიტეთ, ეს რაღაცი გჭირდება. არ წვენია ბიძია. სერიოზული ამბით მოვედი და შენ საჭმელს მithული? ჯერ გადაყლაპე და მერე დამელაპარაკე შვილო აიჰან. იაჰიასაც ნუაბრაზებ. ბიძია, ვიღაცამ ბომბი შეგვიკვეთა მანქანისთვის. რა? რას ამბობ? ის კაცი იცით, ის სელიმი სამი თითი რომ არ აქვს. და იმ სელიმმა რა გააკეთა შვილო აიჰან? ის მაგარ ბომბებს აკეთებს. კარგად ერკვევა. მანქანის ქვეშ დასაყენებლად ამზადებს. სულ ერთი მავთული. შვილო, ტექნიკური დეტალები არ აინტერესებს, უბრალოდ ვინ შეუკვეთა და ვისთვის. ბიძია, თანხის მიხედვით შეკვეთა ჯენგიზისგანაა. ოღონდ ახლა ამას აზრი არ აქვს. ბომბი უკვე დაამზადეს და გადასცეს. ვისთვისაა, არ ვიცით. კარგი, თავს დაგანებებ. შემწვარი ხორციც მოიტანე აიჰან. არაჟანი, სუჯუხი, ბასტურმა, თაფლი, ყველაფერი, ყველაზე ძვირიანი. ჭამოთ და გავსხდეთ. ჭკვიანი ადამიანი ახლა ძრავიან ტრანსპორტში არ ჩაჯდება. ჭკვიანი ხო არ ჩაჯდება, მაგრამ ახლა იმაზე ვიფიქრებ. ჭკვიანი ვინაა? ერთსა და იმავე ადამიანზე ვფიქრობთ? ბიძია, შემწვარი ხორცი მოვატანინო? წადი და მანქანებთან დაცვა დააყენე. ვინმე თუ მიუახლოვდება, მაშინვე ესროლონ. მაშინვე. ჩვენ ვერავინ აგვაფეთქებს. როგორც მეტყვი, ბიძია. დიდი მადლობა. გმადლობ. გამარჯობა. ზეინებ. მე და შენ ცივილური ადამიანები ვით განვქორწინდით და მინდა ცივილურადვე დაგემშვიდობო. შვიდობით, ქან. შენი სახის დანახვაც კი არ მინდა. სადმე თუ დამინახავ არ მომესალმო. იმიტომ რომ მე არ გიპასუხებ.
ძალიან ხშირად გადავიკვეთებით ზეინებ, მაგრამ შენკენ გამოხედვა მეც არ მინდა. უკან მოგიტოვე. შენს ყოფილ ქმარს არ ვგავარ, უკან არ ვიხედები. ძალიან კარგი. გილოცავთ ზეინეფანი. გმადლობ შოთა. ელიფს ვეუბნებოდი, რომ პროცესს გაწელავდა. არ ვიცი, როგორ დაგთანხმდათ. არ ვიცი. მართლა ეს როგორ მოხდა ზეინებ? არ ვიცი ელიფ. მოსამართლემ მკითხა გინდათ თუ არა ქორწინებაში დარჩეთო. ქანმა უპასუხა, ცადეთ და არ გამოვიდაო. თემაც დაიხურა. ღმერთო. უნდა გვიხაროდეს ზეინეფანი. მეგონა ამ ქანს ცხოვრების ბოლომდე ვერ მოიცილებდით. მართალია. შოთა. ჩემს ძმასთან ტაქსით წადი. მე და ელიფი კი ერთ ადგილას გავივლით. კარგი ამბავია? ქალების ამბავია. შენ საქმეს მიხედე შოთა. კარგი, მაგრამ ფიქრეთ ბეი თუ მკითხავს რა ვქნა. უთხარი რომ ზეინებმა ერთი ცხოვრებისეული შეცდომა თავიდან მოიშორა, ახლა მეორეს დროა. კარგი. წავედით ელიფ. დროებით. გმადლობ. რა მომართვით? სად მივდივართ? დიდემთან. რა? ზეინებ მაგარა გააჩერე. ჯერ ყველაფერი უნდა ამიხსნა. დიდემი რა შუაშია? იმ სახლიდან უნდა წავიდეს ელიფ. ჩვენი ცხოვრებიდანაც. მაგრამ ეს ხალილ იბრაჰიმის პრობლემაა. მე იმას ვაკეთებ, რაც უნდა გავაკეთო. ახლა რატომ განქორწინების შემდეგ გონება გაგეხსნა? დიდემი დამლას უწამლავს twins, დამლა აიშეს. აიშე მოდის და ჩემს დვას ესვრის. შეიძლება ჩემი ძმა მომკვდარი იყო. გავიგე, მაგრამ რატომ? ქანის საკითხი დახურულია. ახლა დიდემის და ესმას ჯერია. მეთაურო, თქვენმა ლოცვებმა შედეგი გამოიღეს. შვილი შვილს ველი, თან ბიჭს. რას ამბობთ კემალბეი? გეფიცებით. მეც ვერ დამიჯერებია მეთაურო. გუშინდელიდან ვერ დავიძინე. ბავშვებს ჯერ არ უთქვამთ. სიხარულისგან ვერ მოვისვენე და აქ მოვედი. გილოცავთ. ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს ბაბუა დედა და მამა. ამინ მეთაურო. მაგრამ სქესის გასაგება ცოტა ადრე არ იყო? სინამდვილეში ეს მეც არ მომეწონა მეთაურო. როგორც ჩანს, წარსული აქვთ, რომელსაც მიმალავენ. ამიტომ მოინდომა ჰალილ იბრაჰიმა ჩემს შვილზე ასე ნაჩქარევად დაქორწინება. მაპატიეთ, უნდა ვუპასუხო. მაპატიეთ, უპასუხეთ. ჯენგიზია. გისმენ ჯენგიზ, რა მოხდა? არა, სახლში არ ვარ. კარგი, რომ მივალ დაგირეკავ და მოდი. მითხარი რაც გინდა, მითხარი. კარგი, კარგი. რამე მოხდა? ძალიან არ მიყვარს მეთაურო, ძალიან. ვერ ვუგებ ადამიანებს, რომლებსაც ოჯახური კავშირები არ აქვთ. გამზე ორი ბავშვით ჩვენს სახლში მოვიდა. თქვა რომ სახლში ამცირებენ. და თქვენ რა გააკეთეთ? დავეხმარეთ. ახლა ბიძამისი მოდის შეშფოთების გამოსახატად. ადგილს მიუჩენ და უკან გაუშვებ. პრობლემები თუ იქნება, აქ ვართ. მეთაურო, ცხოვრებაში სახელმწიფოსთან არ მიჩივლია იმ ხალხის გამო, ვინც არასწორად მოიქცა. სწორად გამიგეთ. სახელმწიფოს შეწუხება არ მინდა. ხომ გესმით? მაშინ ხელს არ შეგიშლით. მეთაურო, გამიხარდება თუ ეს ჩვენ შორის დარჩება. იქამდე მაინც ვიდრე ბავშვები მეტყვიან. რა თქმა უნდა, საიდუმლოს შენახვა ჩვენი საქმეა. ალიჯან. დიახ, მეთაურო. შემოდი. ოღუზ დაურეკე. გაიგე ჰალილ იბრაჰიმი სად არის? როგორც მეტყვით მეთაურო.
ქემალს ხელში ჩაუვარდი შვილო. შვილი შვილს თუ არ აჩუქებ, ხელიდან ვერ დაუძვრები. Yanına baksana. ნახევინ მოდის. Al oğlum şunu. ეს სადმე დააყენე. Ne bakıyorsun? რას მიყურებ, ველოსიპედი არ მოგწონს? Bisiklet. თან სასარგებლოა, თან უსაფრთხო. ფრთხილად დააყენე. Dikkatli park et. მიდი. Hayırdır? რა ხდება იახია? რა ველოსიპედია? გამარჯობა მეთაურო, ჰალილ იბრაჰიმი მინდა სალაპარაკო მაქვს. შემოდი. Sağ ol amca. ჩაი? გემრიელად მიერთვი ძმაო. გმადლობ. Selam. გამარჯობა. Sen bana hiç ნუ მესალმები იახია. bir Ayşe'ye sahip çıkamadın. ერთ აიშეს ვერ მიხედეთ. როგორ უნდა გენდოთ? Vallahi. სიმართლე გითხრა, ქალებს საერთოდ არ უნდა ენდო. Biz o მათი ჩვენც არ გვესმის, მაგრამ კარგად ვიცით, ვინ მოკვდება და ვინ გადარჩება. iyi biliriz. Bisiklet. აქამდე ველოსიპედით მოვიდა. Ne oldu? მანქანა მოგპარეს თუ რა ხდება? Hayırdır? Biri bir ვიღაცამ მანქანისთვის ბომბი შეუკვეთა. ანუ ვიღაც აფეთქდება. მე და ჩემმა ძმამ ვიფიქრეთ და ჩვენს გარდა სამიზნე შეიძლება შენ იყო. ჩვენ სიფრთხილის ზომები მივიღეთ და ძრავიან ტრანსპორტს არ ვიყენებთ. ჩემმა ძმამ თქვა, იეჰია, ჰალილ იბრაჰიმის ადგილას რომ ვიყო, ისეთ ადგილებში ვივლიდი, სადაც მხოლოდ სკეიტით და ველოსიპედით შეიძლება მისვლაო. İyi düşünmüşsün. კარგად გიფიქრია, მაგრამ ველოსიპედს მანქანა ვერ დაეჯახება? მეთაურო, ისევ ესჯობს დაფლეთვას. ბომბის ისტორია საიდან გაიგეთ? Biz bu bombayı იმ ადამიანს ვიცნობთ, ვინც ამ ბომბს ამზადებს. ფრთხილად უნდა იყო. dikkatli olma. ეს შენც უნდა იცოდე და შენმა ახლობლებმაც. Yerinde bilsin. ჩვენ უნდა შეგვეტყობინებინა და შეგატყობინეთ. Efendim. წავალ, მე yolumuzun. გრძელი გზა მაქვს. Eyvallah ya. გმადლობ იაჰია. გმადლობ. Kardeş ben kapıya... ძმა, უსაფრთხოების ზომებს მე მივხედავ. შენ ყოველი შემთხვევისთვის ქემალიც გააფრთხილე. Valla kadınlar arasında... თქვენს რომ ქალების საქმეა და წავიდნენ. ფიქრეთ ბეი, თუმცა განქორწინება წარმატებით დასრულდა. კიდევ კარგი ერთი პრობლემა მაინც მოვიშორეთ. შენც იგივეს გისურვებ, შვილო. Amin. ამინ დედა. ამინ. Amin. ამინ. შვილო, არ გითხარი, დედა არ მოგეყვანა. გამოწერის მერე მოგენახულებინათ. მოითხოვა ნედი მეჰანიმ. დამლასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო მინდოდა დროულად მოვსულიყავი. არავითარი გაუგებრობა არ არის, ნარგის ჰანიმ. Nergis yenge. აიშეზე ასეთი გავლენა საჭირო არ იყო. დამლას დიდი როლი არ უთამაშია ძმაო. ნარგის ხანიმის დამსახურება. ეს როგორ? გეგმის ფარგლებში. ნედიმე. მაშინვე თავს ნუ დამესხმები. მე ხალილ იბრაჰიმა და ფიქრეთმა გეგმა შევიმუშავეთ. აიშე იმ გველის ისკანდერის დასარწმუნებლად იყო საჭირო. საიდან მეწოდინებოდა რომ აიშე გაგიჟდებოდა და ფიქრეთს ესროდა. ძმაო, თუ უფლებას მომცემ, დამლაგარეთაა. ბოდიშის მოხდა უნდა. İyi. კარგი, შემოვიდეს. Çağırayım. ახლავე დაუძახებ. ჩვენ გავიდეთ. ფიქრეთ, გისმენ. შემთხვევით ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. ბიძა ჩემზე შურის ძიების გამო შენი სიცოცხლე
სასწორზე დადე, მაგრამ მე არ ვიცოდი და სამიზნედ გაქციე. დიდი ბოდიში საყვარელო. გთხოვ, მაპატიე. გთხოვ. Yoruldum. დავიღალე დამლა. Çok ძალიან დავიღალე. Ben პატიებით affet, დავიღალე. Çok yoruldum. Ben kapının önündeyim. გარეთ ვიქნები. ვიცი. ვიცი ფიქრეთ, Ama eğer მაგრამ თუ მაპატიებ, შენ ცხოვრებაში უბრალოდ დამლა ვიქნები. ვინც გინდა ის გიყვარდეს, ვისთანაც გინდა იმასთან იყავი. მე არაფერს ვიტყვი. პირველ ადგილას ჩემთვის მხოლოდ შენი ბედნიერება იქნება. გეფიცები, მაგრამ ნუ დამტოვებ. გთხოვ. გემუდარები. ზეინებ, კეთილი იყო შენი მოსვლა. მიხარია შენი ნახვა თუ რა. ჩემო ლამაზო, მოდი ჩაგეხუტო. აქ რა ქარმა გადმოგაგდო? ძალიან ძლიერმა ქარმა. გოგოები სად არიან? ზამთრის ბაღში. დიდემი? evde. სახლშია. Elif ne oldu? ელიფ რა ხდება? უნდა დაელაპარაკოს. ზეინები სად წავიდა? Didem'le konuş. დიდემთან სალაპარაკოთ. წავიდეთ ედანურ. წავიდეთ. გამარჯობა ზეინებ. აქ რას აკეთებ? აქ რას ვაკეთებ? არ ვიცი გითხრეს თუ არა, მაგრამ ეს ჩემი სახლია დიდემ. ჩემი. შენი სახლი? ქირა გინდა გადაგიხადო. ადექი. შენი ნივთები აიღე და აქედან გაეთრიე. ზეინებ, დამშვიდი. ვილაპარაკოთ. სალაპარაკო არაფერია ედანურ. ყოველთვის გაგებით ვეპყრობოდი, მაგრამ თვითონ არაფერი ესმის. ყველასთან დადის და გაუგებრობას იწვევს. სანამ ამ სახლში ცხოვრობს, ფიქრობს, რომ ხალილ იბრაჰიმი მხარს უჭერს. არ ესმის, რომ მხოლოდ აქ ცხოვრების ხათრით ეკონტაქტებიან. არა, სხვა რამის გამო მეკონტაქტებიან ძვირფასო. იმიტომ რომ ხალილ იბრაჰიმისგან ვაშს ველი. ანუ ეს სახლი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. შემიძლია წავიდე. შენ სახლში შვილის გაჩენა სულ არ მინდა. გაიგე ბოლოს და ბოლოს. ზეინებ, მართალი ხარ, მაგრამ ხომ იცი ხალილ იბრაჰიმი ამ საკითხს როგორ უდგება? ხომ იცი? ანუ ბიჭი ეყოლება? მხოლოდ მას არა ზეინებ. ხალილ იბრაჰიმსაც. რა ვქნათ? ვთხოვოთ არ წავიდეს? ისედაც ამას ელოდა. შენც უნდა თხოვ რომ დაგვიჯეროს. რა მოხდა? როგორც ყოველთვის უდროოდ მოვედი. ვაჟიშვილი ეყოლებათ.
დიდემ, დამშვიდი. თუ წახვალ ეჭვს ჩვენზე მოიტანენ, კონკრეტულად ჩემზე. გონია ის მაღელვებს სემა. კარგი, მაგრამ ბავშვზე იფიქრე. გთხოვ, ხალილ იბრაჰიმს დაელაპარაკე და მერე წადი. კარგი? მასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. არც თქვენთან. ამიტომ ხელს ნუ მიშლი. დიდემ, სად მიდიხარ? ჯოჯოხეთში. ისა რატომ მეკითხებით, თითქოს გული შეგტკიოდეთ. რომ მაგდებდნენ, სად იყავით? არაფერს ვამბობ. უბრალოდ ვიცოდეთ, სად უნდა დაგიკავშირდეთ. თქვენთან კავშირი არ მინდა. ღმერთო. დიდემ, სად მიდიხარ? დიდემ, მოიცადე, დაგეხმარები. საჭირო არ არის, არ მინდა. დაგეხმარებით. გითხარით, რომ არ მინდა. საჭესთან ფრთხილად. ნელა. ვერაფერი გავიგე. წავიდეთ, გავიგოთ რა მოხდა. Komutanım, მეთაურო, bunlardan istemişsiniz. ეს ითხოვეთ, რამე უნდა გავარკვიოთ? Gereken bir şey mi var? Tedbir. ყოველი შემთხვევისთვისაა, ალიჯან. Sana zahmet arkadaşlarına შეგიძლია მეგობრებს აჩვენო, როგორ მუშაობს, რა თქმა უნდა. გმადლობა, ალიჯან. არაფერს. შეხედეთ? hastanede elime tutuş. დიდემ მას ავადმყოფოში მომცა და ეტყობა ჯიბიდან ამომივარდა. შენ შემთხვევით ამოგივარდა და ქემალი ამას არ დაივიწყებს. Anlatırım. ავუხსნი რომ დიდემ ისაა, არ დაიჯერებს. გეუბნები სიახლის მოსაყოლად განყოფილებაში მოვიდა. რა სიახლის? ესმა ურსულადაო. ესმა. არა, ძმაო, გეყოს. ავად ხარ? მსგავსი არაფერია, სისულელეს ნუ ამბობ. ასე რატომ თქვი? უბრალოდ ქემალი ფიქრობს ასე. ისე ჯენგიზი მალე ქემალთან მივა. ეს ისე რომ იცოდეთ. გავიქეცი. გაგაცილებთ მეთაურო. Bir durum daha var mı? კიდევ ერთი სტუმარია, ძმაო. Gel Eda. შემოდი, ედანურ. Allah rızası რამე კარგი მაინც მითხარი. შეიძლება ეს კარგიც იყოს. დიდემი სახლიდან წავიდა. sebep რატომ? işte kötü olan ახლა ცუდი ნაწილი იწყება. ზეინები მოვიდა და უთხრა, ეს ჩემი სახლიაო. წადიო. benim evim der. რას ნიშნავს მისი სახლი? უნდა და დიდემი მისი სახლიდან წასულიყო. Edanur. ედანურ, წესიერად მითხარი. როგორ თქვა? თქვა მისი სახლიდან გათრეულიყო. Nereye gittin? თქვა, სად წავიდა? არა, მაგრამ ყველა დაგლანძღა. Belki bu იქნებ დეიდამისთან წავიდა სამსუნში. Oğuz sen git bir bak. Neredeyse al getir. ოღუს შეამოწმე. მოიყვანე. მე ჯენგის გავუშვებ და მოვალ. მეც დაველაპარაკები. კარგი ძმაო. სად შეიძლებოდა წასულიყო? ეძებე. ეს რა საჭიროა? ყოველი შემთხვევისთვის, ძმაო. Kemal abi. ქემალისთვის თქმა არ დაგავიწყდეს.
Ne demek? რას ნიშნავს ერთ ოთახში სძინავთ ზეინებ? Öyle saçma şey mi olur? ასე შეიძლება? ნდობა ერთია, მაგრამ ეს უკვე მეტის მეტია. Bu işin çılgı çıktı artık ha. Bence de. მეც ასე ვფიქრობ. Bu akşam Halil İbrahim'i დღეს ჩემთან აუცილებლად მოვა. დავილაპარაკები. რამე უნდა მოვიფიქროთ. Neden აუცილებლად რატომ მოვა? buradayım sana? ის გავაკეთე, რაც არ უნდა მეკრა. Söyleyeceğim. არ იტყვი რა გააკეთე? დიდემის სახლიდან გავაგდე ძმაო. Hangi evde? რომელი სახლიდან? ხალილ იბრაჰიმის სახლიდან. Niye böyle bir şey და yaptın? რატომ? Adam o evde mi თვითონ იქ yaşıyor? არც კი ცხოვრობს, სამწუხაროდ. თან ბავშვის სქესიც გაუგიათ. გამოვიდა თითქოს ვიეჭვიანე და ამიტომ გავაგდე. Bekir'e ნამდვილად მოვა დღეს ჰალილ იბრაჰიმი. ძმაო, დაიგო, შეიძლება შემოვიდე. მოდი ლეილა. აიშე მოვიდა. შიგნით არ შემოვუშვი და წასვლა ვთხოვე. კარგად მოიქეცი. რას ამბობს? რას აღარ? ბოდიშ გიხდის. კიდევ რაღაც, მაგრამ არ ვიცი როგორ ვთქვა. თქვი ლეილა. აღარაფერი გაგვაკვირვებს. ესმა ხალილ იბრაჰიმისგან ორსულადაა. რა? Leyla ლეილა წადი და აიშეს დაუძახე. დაწყებული დაამთავროს და ბარემ მომკლას. საკმარისია. yeter de. საკმარისია. კემალ ბეი, პრობლემებს არ შეგიქმნით. წავალ და ბავშვებსაც წავიყვან. მანდი ჯექი გამზე. Kimse benden ძალის გამოყენებით ვერავინ ვერაფერს წამართმევს. იმის წართმევა უნდათ, რაც შენი არ არის. რაც ჩემს სახლშია მე მეკუთვნის ესმა. ვერავინ წამართმევს. götüremez. Gamze, გამზე თუ წინააღმდეგი არ იქნები, hazır bu რადგან შენი ძმა მოვიდა ჰალილ იბრაჰიმ. მესმის შენი დამოკიდებულება, მაგრამ ამას აქ იმედი არ გააკეთებ. Yapmazsın değil mi? Hoş geldiniz. გამარჯობა ჯენგიზ ბეი. თუ შეიძლება, ცოლები აქ დარჩნენ. კარგი, აქ დამელოდეთ. დიახ. გამარჯობა. მოგწანდით. მაშასე ჯენგიზ. Evime ჩემს სახლში მოხვედი. Buyur. ყველა გისმენთ. Ailecek seni dinliyoruz. Ailecek. ოჯახზე არ ვილაპარაკებთ, კემალ. Kemal. Kızım. შვილს წავიყვან და წავალთ. Çocuklarını al Gamze. ბავშვები წამოიყვანე, გამზე. მივდივართ. გამზე არსად მოდის. ღმერთო ჩემო. და ამას ვინ ამბობს? ქან, Sen bir kadınların üstüne... კალწ ნუახლებ. გაჩერდი. მოიცა. იძია. გაჩერდი შვილო, გაჩერდი. შვიდად. შვიდად. Cengiz. ჯენგიზ. Evime ჩემს სახლში მოხვედი და მზად ვარ მოგისმინო. Ama şu zip- ის კი გავიდეს. არ მინდა თქვან, რომ სტუმარი ჩემს ეზოში დავმარხე. benim için. Tamam oğlum. კარგი. Korsan dışarıda. ეზოში მოიცადე. იძია. შვილო, ქუჩაში დამელოდე მანქანასთან. Buyur Cengiz. Geç. და ჯექი ჯენგიზ.
Ne bakıyorsun? რას მომაშტერდი? Bir şey yok. არ მოგაშტერდი. Bir şey yok. მაშინ შეტრიალდი. Kaan, კან, git მანქანაში დაელოდე. Sana mı შენ უნდა გკითხო, სად დაველოდები? Ha? Bence ნუ გავაგრძელებთ. herkes... ყველა ისედაც დაძაბულია. ასე რამე მოხდება. და რომ გავაგრძელოთ, რა მოხდება? მე მუხრები? Kaan, კან, ხელები გაწიე. შვიდად ბიჭებო, შვიდად. ხელები გაწიე და მანქანაში ჩაჯექი. შენ რა, ჭკუა გინდა მასწავლო? იქით ქემალბეი და აქეთ შენ. ქემალბეის თავი დაანებე. კან ბეი, ნორმალურად მოიქეცით. თორემ რა? დიდი ხანია ქემალბეისთან მეგობრობთ. არ მინდა ეს ურთიერთობა გაფუჭდეს. უი მართლა? ბიჭებო, არ გინდათ? კარგი. არ გვინდა. sakin. გასაგებია. კიდევ შევხვდებით. კემალ, Kemal. არაფერს ვამბობ, მაგრამ გამზე სახლიდან გაიქცა. Sen de sorunun yok. ვიცი, არ აგდებ ხალხს, ვინც თავშესაფარი გთხოვა. ძმის შვილს და მის შვილებს წავიყვან და წავალ. არაფერში გადანაშაულებ, მაგრამ აქ გადმოსვლა თუ შენს შესთავაზე პრობლემები გვექნება. Ha, çocuklara bakarım, abiniz olurum. O zaman seninle bir sorunumuz var demektir. Diyelim ki seninle bir თქვათ ასია, რა სიზამ? Ne yapacaksın? Ne yapacağımı ეს ის ადგილი არ არის, სადაც ვიტყოდი, rās გავაკეთებ სიძე. Halil İbrahim. ჰალილ იბრაჰიმი შენი სიძე არ არის. Düzgün ნორმალურად ილაპარაკე ჯენგის და გამზე შენი ვინ არის? Varsa bir niyetin söylersin. თუ რამე გინდა მითხარი, ჩვენ კი ისე მოვიქცევით, როგორც უნდა მოვიქცეთ. Ona göre davranırız. ბიძი არას ამბობ? Sen რა ჭუმდი? sen evde შენ ადრეც გაქცეულ ხარ, ნუ მაიძულებ იმ ადამიანზე ვილაპარაკო, ვინც ბავშვების მამაა. გამზეს თქვენ აიძულეთ მას გაყოლოდა. ეს ყველა მიცის. o size არ ვიცი რას მოგიყვნენ და არც მაინტერესებს. მე კემალ, Kemal კემალ, bir soru sordu. რაღაცას გითხავ. Hala cevap. პასუხი ჯერ არ მიგიღია? Kemal Bey. კემალ ბეიმ გითხრა, რომ აქ Gömerim buraya. დაგმარხავენ. რა ვერ გაიგე? İnan. რამე გაუგებარია? Kemal. კემალ, Dost. მეგობრობას ჩრდილი მოაყენე. İşi. მთელი შრომა წყალში ჩაყარე. Sana akşama kadar bu. საღამომდე იფიქრე. Kızımızla ჩემს შვილთან საერთო მომავალი თუ გინდა მითხარი, ona göre davran. შესაბამისად მოვიქცევით. Yoksa შემდეგ ჯერზე ვეღარ შეძლებ bir dahakine გამზეს წაყვანას. Gamze'yi almaya değil. Can almaya geliriz. akşam ღამით მოვალ და მე ვნახოთ, kim ვის ვინ მიხავს ჯენგის. ben senin არ მომწონს ქალების თანდასწრებით როგორც ლაპარაკობ. akşam ღამით მოვალ. hazır evin ქალები სახლში არ იქნებიან და ისე ვილაპარაკოთ. paylaşırız. ახლა კი ძალიან გთხოვ. Tamam mı yeğenim? მორჩი? Tamam abi. მორჩი ბიძი. და მშვიდი გამზე. ასე ჯობია. არავინ არაფერს გავნებს. ნედავასე იყოს ესმა. O savaş. დიდი ხანია საფუძველი ჩაეყარა, მთავარია როგორ დამთავრდება. Biter. დამთავრდება. Bütün ყველაფერი დამთავრდება, ეს ჩემი ომია. bu benim ნუ რა ვინ ჩაერევა.
ნურც შენ, ნურც ჰალილ იბრაჰიმი და ნურც გამზე. Ben gerekeni yaparım. ძმას დავურეკავ. Ben bir kardeşimi arayayım. მამა, ბიძიას თუ დაურეკავ, მდგომარეობა გაუარესდება. Kızım. შვილო, Siz restorana თქვენ gidin. რესტორანში წადით, გაერთეთ, გემრიელად ჭამეთ. გამზე, შენ ბავშვებს მიხედე და ჩემს საქმეში ნუ ჩაერევით. წავიდეთ. იქნებ რამე მოიფიქრო და საავადმყოფოში წავიდეთ. ზეინებმა თქვა, რომ ფიქრაც დღეს გამოწერენ. კარგი. Onunla da konuşacaklar. ზეინებთან სალაპარო კოც მაქვს. რა მოხდა? Didem ev. დიდემი გააგდო. ზეინებმა? Ya. ხო, ზეინებმა. Burası benim. უთხრა ეს ჩემი სახლიაო. ეს მის საქციელს არ გავს. Şeyler değil. Ama bir sormam არ lazım. ვიცი რა მოხდა. ალბათ დიდემმა რამე უთხრა. ეს ზეინების საქციელს არ გავს.